სამხედრო და ფინანსურად გამოფიტულ რუსეთს აღარ აქვს რესურსები, რომ რეგიონში ჰეგემონური პოზიცია შეინარჩუნოს. ჩინეთი ამ ვაკუუმს სწრაფად და დაუნდობლად დაეუფლა. ამ ცვლილების ყველაზე ნათელი ნიშანია C+C5 დიპლომატიური ფორმატის სწრაფი აღზევება. ფორუმი, რომელიც აერთიანებს ჩინეთს და ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფოს: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი და აშკარად გამორიცხავს რუსეთს. 2022 წელს უკრაინაში შეჭრიდან მალევე ფორმატის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე შეხვედრებამდე ავიდა. პეკინმა ასევე დაიწყო გაფართოება უსაფრთხოების სფეროში. გაზარდა იარაღის ექსპორტი ცენტრალურ აზიაში და შექმნა სამხედრო ბაზა ტაჯიკეთში. გაჟონილი ინფორმაციის თანახმად უზბეკეთი, რომელიც ცდილობს თავის საჰაერო ძალების მოდერნიზაციას, შესაძლოა მალე ჩინეთთან გააფორმოს ხელშეკრულება ახალი თაობის გამანადგურებლების შეძენაზე. ამავდროულად პეკინს აგრესიულად წინ გადმოაქვს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევას. რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით და მოსკოვის მონოპოლიის დარღვევით აზიასა და ევროპას შორის ტრანზიტს.